Ძნელია წარსულში საუბარი ჩემს უფროს მეგობარზე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორზე, გიორგი შარვაშიძეს საზოგადოების თავმჯდომარეზე, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარეზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორზე 93-2005 წლებში და ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელზე და მის პირველ პრეზიდენტზე პროფესორ ოთარ ჟორდანიას. ბატონი ოთარ ჟორდანიას სამეცნიერო, პედაგოგიური, აკადემიური და უმაღლეს სკოლაში მენეჯმენტის ჯამური კვინტესენცია იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობა 12 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ 93 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემი მძიმე დარტყმა მიაყენა აფხაზეთში ქართულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეს. თუმცა დევნილობიდან 50 დღეში 14 ნოემბერს ივანი ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალმა, ფაქტიურად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი განაახლა თბილისში. მსოფლიო უნივერსიტეტების ისტორიაში აკადემიური შეუპოვრობის მსგავსი მაგალითი ძალზე იშვიათია. უმაღლეს სასწავლებლის, ანუ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალმა ხელმძღვანელმა პროფესორ ოთარ ჟორდანიამ უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან ერთად მიზნად დაისახა შემდეგი ძირითადი ამოცანები. სასწავლო პროცესის გამართვა თანამედროვე მოთხოვნილებათა დონეზე, საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, ახალი სასწავლო სამეცნიერო კადრების მომზადება თანამედროვე სპეციალობებში და მეოთხე პროფესორ-მასწავლებელთა მატერიალური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს თბილისში არ გააჩნდა 93-14 წლებში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა უმრავლესობა დევნილობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აღმოჩნდა, მიმოფანტული ბევრი ემიგრაციაში წავიდა. მიუხედავად ამისა, პროფესორ ოთარ ჟორდანიას მიზანმიმართული სტრატეგიისა და ეფექტიანი ხელმძღვანელობის შედეგად 2005 წლისათვის სასწავლებელი იქცა საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ აკადემიურ ცენტრად, როგორც სამეცნიერო მაჩვენებლით, ასევე ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით. ამ ხნის განმავლობაში სასწავლებლის 25-მა თანამშრომელმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მეცნიერებაში, ხოლო 130-მა საკანდიდატო დისერტაცია მეცნიერებაში. ფაქტობრივად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა ძლიერ და კონკურენტუნარიან აკადემიურ სივრცედ, რაც პროფესორ ოთარ ჟორდანიას დაუღალავი შრომისა და გამორჩეული ორგანიზატორული ნიჭის შედეგად იყო. 2011 წელს თანამოაზრებთან ერთად პროფესორ ოთარ ჟორდანიამ დაარსა ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, რომლის მიზანი იყო აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე მეცნიერებისა და საზოგადო და აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე მეცნიერების ასევე კონსოლიდაცია. მისი ხელმძღვანელობით აკადემიამ გამოსცა სამეცნიერო შრომების 25 ტომი, ჩაატარა 10-ობით სამეცნიერო კონფერენცია, საიუბილეო და მემორიალური ღონისძიებები მიძღვნილი ცნობილი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეებისა. ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში და აქვეყნებენ სამეცნიერო ნაშრომებს მაღალ რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში, რაც ნათლად ასახავს აკადემიის სამეცნიერო პოტენციალისა და ავტორიტეტს. პროფესორ ოთარ ჟორდანიას საქმიანობის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდა მეცნიერებისა და დარგის სპეციალისტების აღზრდა, რომლებიც აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ შეძლებენ ღირსეულად გააგრძელონ სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი საქმიანობა. ის ერთგულად და წარმატებით მსახურობდა ამ მიზნის მისაღწევად, მისი მხარდაჭერა და თანადგომით
ასობით ახალგაზრდა და ათობით მეცნიერი მოღვაწეობს საქართველოში და მის პარგლებს გარეთ. რაც ეხება ბატონ ოთარ ჟორდანიას პიროვნულ თვისებებს და რაც ეხება ბატონ ოთარ ჟორდანიას ესე იგი ღირსებას, რომელიც დაკავშირებული იყო სამეცნიერო პედაგოგიური ადმინისტრაციის გარდა, ის იყო აბსოლუტურად კრისტალური ადამიანი. ბოლო 30-40 წლის განმავლობაში აფხაზეთის მკვიდრთა შორის ასეთი დონის მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, უმაღლეს სკოლის ორგანიზატორი, თავდადებული და კრისტალური ადამიანი აფხაზეთში არ დაბადებულა და სამწუხაროდ შეიძლება ითქვას საქართველოში ბევრი არ იყო ასეთი. მინდა გითხრათ, რომ საქართველომ პროფესორ ოთარ ჟორდანიას გარდაცვალებით დაკარგა უდიდესი პიროვნება, ჩვენ მას სიყვარულით ვეძახდით აფხაზეთის 16 აყაიშვილს, რომელიც იყო ერთადერთი რექტორი 12 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაწესებულებებისა, რომელიც რექტორობისას დაწყების დროს მოვიდა ერთოთახიანი ბინით და შემდეგ 12 წლის განმავლობაში და შემდგომში კიდევ მოღვაწეობისას ის სამწუხაროდ ამ ქვეყნიდან გავიდა სუსტად იმ ბინიდან რა ბინით მოვიდა რექტორობის. ოთარ ჟორდანიას სახელი, ოთარ ჟორდანიას მიერ გაწეული თავდადებული არამიწიერი საქართველოს სიყვარულის გამჭვალური მოღვაწეობა არის ნათელი მაგალითი იმისა, როგორ მოვიდა დღემდე საქართველო. როგორ მოვიდა დღემდე საქართველო, როცა გარშემო იყვნენ და არიან იმპერიები, რომლებიც ლამობენ საქართველო გადაყლავონ ამთლიანად ან ნახევრად, შესაბამისად მეორე ნახევარი მეორე იმპერიამ და მესამე და ასე შემდეგ. აი ზუსტად ოთარ ჟორდანიასნაირი ფაქტიურად ის ცხოვრობდა როგორც ბერი და თავისი ცხოვრება მიუძღვნა საქართველოს. ის დაიხარჯა 200%-ით და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი სახელი თუ საქართველოს უწერია მომავალი, ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ზოგადად მისი ულამაზესი კუთხის აფხაზეთის და რა თქმა უნდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მემატიანეში. ასევე მის მიერ დაფუძნებული აკადემია იმ სახელს, იმ მიდგომებს, რაც ბატონ ოთარმა მოიტანა და დანერგა, ყოველთვის მაღლა ატარებდეს იქნება. ნათელი ხსოვნა ამ დიდებულ პატრიოტ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებას პროფესორ ოთარ ჟორდანიას.